Სამი ოქროს წესი ფულის შესახებ. პირველი, ოქრო მათ ემსახურებათ, ვინც თავისი შემოსავლის 10%-ს ინახავს. შენ უნდა შეძლო დახარჯო იმაზე ნაკლები, ვიდრე ხარჯავ. ჯერ გადაუხადე საკუთარ თავს, მერე უკვე მიხედე სხვას. მეორე, ფული ქრება მაშინ, როცა მას საეჭვო პროექტებში დებ. რამდენ ფინანსურ პირამიდაზე, ჰაიპზე და რაღაც პროექტზე ხსმენია, რომლებიც გპირდებოდნენ ლამას ცხოვრებას, სადაც ჩადებდი $100 და მოიღებდი 20,000. შარლატანების დაზღვევის მიზნით გირჩევ წაიკითხო ჯორჯ კლეისონის წიგნი „ყველაზე მდიდარი კაცი ბაბილონში“ და რობერტ კიოსაკის „ფულის მოდინების კვადრანტი“. და მესამე, ოქროს უყვარს გამრავლება მხოლოდ ინვესტორებისთვის. საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს თავი ინვესტორი გონია მხოლოდ იმის გამო, რომ ფული ბანკში უდევს და წლიურად იღებს 2-დან 6%-მდე. დროთა განმავლობაში გვერდს ვერანაირად ვერაული ინფლაციას, რაც ფულის გაუფასურებას ნიშნავს. თუ 2018 წელს კიდე 1000 ლარი რამეს ნიშნავდა, დღეს 2026 წელს 2500 ლარით ნაკლებ შეიძენ, ვიდრე მაშინ 1000 ლარით. რა უნდა გააკეთო? ჩადე ინვესტიცია ცოდნაში და ახლა არ გულისხმობ უნივერსიტეტებს და კოლეჯებს. მოდი იმაზე შევთანხმდეთ, რომ კოლეჯის და უნივერსიტეტის გარდა უამრავი სხვა სასწავლებელი არსებობს. შენ შეგიძლია გახდე გრაფიკ დიზაინერი, ტრეიდერი, პროგრამისტი, ბლოგერი, სოციმედია მენეჯერი და სხვა უამრავი თანამედროვე პროფესია. მსოფლიო ვითარდება და შენ ვალდებული ხარ მასთან ერთად განვითარდე. გამოიწერა ჩემი არხი, აქ მეტი სასარგებლო რჩევა სოციალებზე, ბიზნესზე და აზროვნებაზე.